მე რო არ მიყვარს არ ნიშნავს რომ ვინ ჩემთან კურსი გაიარა ესე ყველა სექტანტებივით არ გვიყვარს დიდუარს შენთან ერთად ავართ არა იმდენად სტრესულია რომ შედეგი მაინც არ აქვს ფართო საზოგადოებისთვის ძალიან სახიფათოა ესეთი თემების ესე პირდაპირ თქვა რომ ის უფრო სტრესავს რომ დათვლა უწევს ვიდრე ის რომ დარბაზში დადის ან იკვებება და შენ წარმოგიდგენია პერსონალურ კლიენტს რომელიც დასაკლებად არის მოსული კვება რო გაუზარდო რა დაემართება ვიყავართ ხოლმე იქამდე რომ ძალიან ისეთი დეპრესიაში ვარდება საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მარკეტინგის გამო საკუთარ სიცოცხლეს დემე პირდაპირ სასწორზე და მიხარია რომ ამ სფეროში ესეთი ნაბიჯები იდგმება იმიტომ რომ ეს ინფორმაციული ცუნამი რომელიც დღეს არის არაკონტროლირებადი სოციალურ სივრცეში ხო ამას ჭირდება რაღაცა ერთგვარი ფილტრი და ჩემის აზრით ეს ფილტრი სწორედ შენაირი საზოგადოებაა ვისაც საკუთარ თავზეა გამოცდილი ეს ფიტნესთან იქნება თუ სხვა ასე ვთქვათ ფიზიკურ აქტიურობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცესები ასევე ვიცი რომ თეორიულადაც გავლილი განათლება გაქვს მიღებული და ამიტომაც მე ვფიქრობ რომ საკმაოდ სწორი და კარგი მიმართულება ექნება შენ სამწამოწყებას. ძალიან დიდი მადლობა. მაგ თეორიულ ნაწილზეც არსენასთან მაქვს გავლილი, არის ჩემი კოუჩი. ამიტომ ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო დღევანდელი დღე. ჩემ პირველი კითხვა იდეაში იქნება უშუალოდ რამდენად მნიშვნელოვანია და რა ფაქტორებზე ახდენს გავლენას უშუალოდ ეს ფიტნესი, ჯანმრთელა ცხოვრება იმ ადამიანისთვის, რომელიც ვარჯიშობს, რომ იყოს ჯანმრთელად და აქტიურად რა. კი ბატონო, ანუ შენ საკმაოდ კარგად ვიცნობ ჩემ გავლილ გზას, ასე ვთქვათ, ეს გზა მოდის ძალიან ვიწრო წრიდან და დღეს უკვე ანუ ვიწრო ბოდიბილდინგიდან ასე ვთქვათ, სადაც სიძე ჩამოსათვლელი ხალხი იყო თვითონ დედაქალაქ თბილისის დაკავებული აი ამ სახეობით და დღეს გვაქვს საშუალება რომ ეს არის უკვე ფიტნესი, ხალხის ინტერესი ძალიან დიდია და მე მახსენდება ხოლმე აი იმ მომენტისთვის, როცა მე პირველ ნაბიჯებს გავდი ბოდიბილდინგში, რა მოლოდინები ქონდათ, ასე ვთქვათ, თუნდაც საერთაშორისო ფედერაციის აი პირველ ადამიანს, ვინც დააფუძნა ბატონ ჯო ვეიდეს, მის ერთ-ერთ ინტერვიუში მაქვს წანაკითხი, მისი ერთგვარი წინასწარმეტყველება, რაც უკავშირდებოდა ფიზიკურ აქტივობას და მის გავლენას, ასე ვთქვათ, ადამიანის ყოველდღიურობაზე, ანუ ის ვარაუდობდა, რომ ვინაიდან ძალიან მზარდი და პროგრესირებადია ჩვენი ასე ვთქვათ ცხოვრება და ეს პროგრესი სამწუხაროდ უკავშირდება სტრესს გარე პირობებიდან გამომდინარე ის თვლიდა რომ ფიზიკური აქტიურობა ეს არის ერთ-ერთი საშუალება იმის რომ ვებრძოლოთ სტრესს და დღეს რეალურად მივიღეთ ეს სურათი ხო იმიტომ რომ საზოგადოება ფიტნესით კავდება არა მარტო იმისთვის რომ რაღაც კონკრეტული სხეულის რეკომპოზიცია კონდეს ან შემდეგ ასე ვთქვათ სხეულის უფრო ისეთი ძლიერი ტრანსფორმაცია კონდეს ხო ანუ არის ძალიან დიდი პროცენტულობა რომელიც დადის აი ასე ვთქვათ მენტალური თუ აი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის და არის რეალურად, ანუ ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება, ეს არის ძალიან ბევრი კვლევა, რომელიც სტარდება არა მხოლოდ ფიტნესი, ამას ხაზგაუსვა, არ მინდა ისე გამოგვივიდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ფიტნესისთვის, არა, ჩვენ ზოგადად საზოგადოების დაინტერესებაზე ვისაუბროთ, აი ფიზიკური აქტიურობით, ხო? იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ადამიანი არის, ესე ვთქვათ, ფიზიკურად აქტიური, ხო? და დაკავებულია რაიმე კონკრეტული ფიზიკური აქტიურობით, ეს იქნება სპორტული თუ მაგალითად მთაში სიარული, ეს პროცესი, რომელიც გამომდინარეობს კონკრეტულად ადამიანის სურვილიდან, ყოველთვის იქნება დადებითთან დაკავშირებული, თუნდაც შორიდან ხო, მაგალითად ახლა ჩემი შესახედიდან შეიძლება ვიღაცა თავისუფალი მთასვლელი რო უყურებ რასაკეთებს, ბევრჯერ მიფიქრია, აი ამას თავში ჩამახედაო, მაგრამ ეს მისთვის არის ადრენალინი, ენდორფინი, დოფამინი, პოზიტივი, ყველაფერია რა და ამიტომაც ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს, ასე ვთქვათ, ფიტნეს მით უმეტეს და ძალისმიერ ვარჯიშებს და ის ნებისმიერ ისეთ აქტიურობას, რომელიც დაკავშირებულია, ასე ვთქვათ, მეტაბოლურ სტრესთან, აი ამ სწორედ ადამიანების ყოველდღიურობაზე და მათ ასე ვთქვათ პოზიტიურ განწყობაზე. ხო, იდეაში ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა ფიტნესი. დარბაზებიც სულ გავსებულია, მეც მიხარია ეს რა თქმა უნდა, რადგან ამ სფეროთი უკვე 6 წელზე მეტია დაინტერესებული ვარ.
თუმცა მაინც მთავარ პრობლემას ფიტნესის გარდა ვხედავ ხოლმე, რომ არის ყოველთვის თუნდაც ჩემს მოსწავლეებში, გარშემოყოფებში არის ძილი. ძალიან გვიან იძინებენ, ან ადრე იღვიძებენ სამსახურის გამო და მუდმივი პრობლემა, რასაც ვხედავ ხოლმე არის, რომ კვებასაც იცავენ, დარბაზშიც დადიან, ან კარდიოს აკეთებენ, მაგრამ ძილის ნაწილს ვერ აღიქვამენ მაგდენად პრიორიტეტულად. ბევრჯერ მქონია მაგაზე პოსტიც დაწერილი, მეგობრებთან მისაუბრია, მაგრამ მაინც რატომღაც დამოკიდებულება აქვთ ეგეთი, რომ თითქოს არ აუშავს ძილს რამენაირად ავიტან რა. შენი გადმოსახედი როგორია მაგ საკითხთან დაკავშირებით? ჩემი გადმოსახედი კი არა, ჩემი პირადი კავშირია სამწუხარო ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის რომ 4 საათზე მეტი არ მძინავს. ვაანალიზებ რა და ამ შემთხვევაში ჩემი ცოდნა ჩემს წინააღმდეგ მუშაობს, იმიტომ რომ ვიცი რა ნეგატიური ფაქტორები მოსდევს ამას, მაგრამ ფიზიკურად უბრალოდ ვერ ვეწინააღმდეგები, ასე ვთქვათ, ამ პროცესს. ცოტა დავალაგოთ და ავხსნათ ეს ყველაფერი, ხო? ტვინი ეს არის ჩვენი ორგანო, რომელიც განკარგვავს აბსოლუტურად ყველაფერს ჩვენს ორგანიზმში. ეს დაკავშირებულია ჰორმონების წარმოქმნასთან თუ ზოგადად მეტაბოლიზმსთან თუ გაგუნება განწყობა აბსოლუტურად ყველაფერთან და ის არ არის, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, მუდმივ ენერგიაზე მომუშავე რაღაცა ისეთი, რომელსაც არ ჭირდება დასვენება. პირიქით, ტვინის აქტიურობა დღეს და ტვინის მიმართ მოთხოვნილება დღეს ძალიან არის გაზრდილი, თუნდაც უარება ინფორმაციის გადამუშავება უწევს მთელი ჩვენი, ასე ვთქვათ, აქტიური დღის განმავლობაში და მას ძალიან ჭირდება დასვენება. ამიტომაც ძილი ეს არა მარტო ჩემი სიტყვა, ამას ნებისმიერი სფეროს სპეციალისტი იძახის ამას, რომ ძილი ეს არის ნომერ პირველი შედეგისთვის, ანუ ჯერ უნდა მოაწესრიგო, როგორცა თქვი, ჯერ უნდა მოაწესრიგო ძილი და შემდეგ მოწესრიგდება ყველა პროცესი. მაგრამ მოდი რა, თუნდაც ჩემ ლექციებზეც მე ჩვენ საუბარში სულ მithქვია, რომ მოდი ვიყოთ რეალისტები, ანუ ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ რეალობიდან, რა რეალობაშიც ცხოვრობთ რა. ეხა მე მაგალითად 4 საათზე და 3 საათზე იმიტომ ვიძინებ, რომ განაჰარ მეძინება და მეზარება ძილი პირიქით საქმე მაგ და ძილისთვის არამცალია. ასევე არის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და მე აი სიმართლე გითხრა, ვეცნობი რა ადამიანის ხეულს და ვცდილობ რომ რაღაცნაირად უფრო მეტი გავიგო ადამიანზე და ადამიანის ხეულის შესაძლებლობებზე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ რეჟიმთან ის ადაპტირდება ადრე თუ გვიან, მაგრამ ეს არის რაღაც გარდამტეხი პერიოდი. ეხლა რა პერიოდში წავალთ, აი ეს უძილო პერიოდი. ნუ, რა ვქნათ, ანუ ამას უკავშირდება მერე სწორედ აი ეს უხასიათობა, სწორედ ეს შრომის უნარიანობის დაქვეითება, გონებრივი აქტიურობის შემცირება, იმიტომ რომ მუდმივად დატვირთვის ქვეშ არის ტვინი და მისთვის მით უმეტეს უკვე მოდი როგორც ვთქვი, ფიტნესით ძალიან ბევრი ხალხია დაკავებული დღეს და ასაკი ძალიან გაზრდილია. კი, ქვედა ზღვარის დაბლა არის ჩაწეული, მაგრამ ახალგაზრდებს კიდე უფრო სხვანაირი მოთხოვნები აქვს საკუთარ თავთან და ამიტომაც მათი, ასე ვთქვათ, გონება უფრო სხვა ინტერესით არის დაკავებული, მაგრამ საზოგადოება, რომელიც სამსახურში მუშაობს, ხო, სხვადასხვა სტრესთან უტევს გამკლავება ყოველდღიურად, ხო? აუარებას, სტრესულ მდგომარეობასთან უწევთ, ასე ვთქვათ, გამკლავება. მათთვის, რა თქმა უნდა, ძილი ეს ალბათ საოცნებო ფენომენია დღესდღეობით და რავი, თუ შევძლებთ, რომ მაქსიმალურად მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, მე არ მიყვარს ხოლმე რა ზღაპრების ლაპარაკი, გადადე ტელეფონი, ნუ ეს არ ხდება, ვერ გადადებ ტელეფონს. დღეს ჩვენი სამყარო ტელეფონია და სოციალური ქსელით კეთდება საქმიანობის ძალიან დიდი ნაწილი, მაგრამ თუ მეტ დროს დაუთმობთ ძილს შეძლების დაგვარად, ეს მხოლოდ დადებითი იქნება და მოიგებს თვითონ, ასე ვთქვათ, თითოეული ადამიანი, ვინც, ასე ვთქვათ, თუნდაც ჩემზე ერთი წუთით მეტი ეძინება. იდეაში მეც ვქონდა მაგ ძილთან არსებული პრობლემები სამსახურის გამო და ჩემ თავზეც გადავიტანე და მივხვდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ღამის სმენები რომ მქონდა, მაგან საერთოდ ყველაფერი ამირია რა. ვახსენეთ ახალგაზრდები და მაგაზე მაშინ შემდეგ კითხვით შემოვიფარგლები უშუალოდ შენი დამოკიდებულება რა არის ახალგაზრდების მიმართ, ანუ დღესდღეობით როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან დაიწია ასაკმა და აიწია კიდეც რა. კომუნიკაცია რომ აქვს ახალგაზრდებთან, მუდმივად მეუბნება, აი უკვე 3 საათია აქ ვარ დარბაზში, ან
ტენდენცია გაიზარდა უშუალოდ დანამატებთან დაკავშირებით, არა უშუალოდ ჯანსაღი სტეროიდების მიმართულებითაც რა, რაც არც ერთ ნაწილზე არ ვამბობ, არც 3 საათიან ვარჯიშზე, არც სტეროიდებზე, არც დადებიც და არც უარყოფით, რადგანაც ეს უშუალოდ მათი განხილვა არ არის. მაინტერესებს შენი გადმოსახედი როგორია ამ ასაკის დაწევასთან, ანუ 14-13 წლის ბავშვები რო ვარჯიშობენ წონებზე. ოკეი, პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ აკრძალვა არასდროს არ მუშაობს და შეზღუდვა არასდროს არ მუშაობს. ჩვენი ვალია ინსტრუქტორების და ხალხის, ვინც ასე ვთქვათ, ამ სფეროს განვაგებთ, ასე ვთქვათ, იქნება ეს განათლების დონეზე თუ დარბაზის დონეზე, ასე ვთქვათ, ფიტნეს კლუბის დონეზე, ახალგაზრდობა დავიცვათ. მათ ჭირდება დაცვა, იმიტომ რომ რაც არ უნდა ჩემთვის სამწუხარო იყოს, მათთვის ასე ვთქვათ, საზოგადოება, ვინც მათთვის არიან ასე ვთქვათ, მიბაძვის ელემენტი, ეს არის სრულფასოვნად შემდგარი უცხოური ბლოგერებისგან. რომელთა მიზანი არასდროს არც იქნება და არც ყოფილა სხვა ქვეყნებში საზოგადოების ან თუნდაც საკუთარ ქვეყანაშივე ახალგაზრდობის დაცვა. მინდა რა სწორედ გაიგოს სულ ყველამ ის, რომ ბლოგერი ნებისმიერ სფეროში მით უმეტეს თუ შეუშვებს თავის საქმიანობაში ბიზნესს, ეს იქნება დაკავშირებული ყოველთვის რაიმე პროდუქტის რეალიზებისკენ. ამიტომაც ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ასე ვთქვათ, აი ამ ბლოგერებს ენრაოდენობით მაყურებელი ყავთ და ისინი ღიად საუბრობენ აი ამ თუნდაც დანამატებზე და უფრო უარეს სამედიცინო პრეპარატების გამოყენებაზე სპორტში. და განაუბრალოდ ღიად საუბრობენ, უბიძგებენ, ურჩევენ, ასე ვთქვათ. ნამდვილად შემიძლია ვთქვა ის, რომ საქართველოში ყვავს ძალიან ბევრი მცოდნე ამ სფეროში, იქნება ეს პროფესიონალი სპორტსმენი თუ უბრალოდ ფიტნეს ინსტრუქტორი, არის ძალიან ბევრი განათლებული ბიჭი თუ გოგონა და ჩემის აზრით ნაკლებად თუ არა, პირიქით, უფრო მეტ რჩევას და უფრო მეტ ცოდნას მიიღებენ ამ ხალხთან ურთიერთობით. იმიტომ რომ მე ვიცი თქვენ გვისაუბრია, ეს არის ჩვენი ტკივილი, სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ასე ვთქვათ, სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ჩვენ აი ამ სფეროში ქართველებს ვინც ვართ, ცოტა არ იყოს ნაკლებად გვეკითხებიან ჭკუას და ესე პირდაპირ რაღაცის, ასე ვთქვათ, კოპირებას ახდენენ, რასაც ნახულობენ. სწორედ ამასთან ასოცირდება ასევე ისიც, რომ დარბაზებში ძალიან დიდ დროს ატარებენ და ეს ხდება რის გამო, იცი, რომ იმის სავარჯიშო პროგრამიდან რაღაცა ამოიღო, იმის სავარჯიშო პროგრამიდან რაღაცა ამოიღო, იქ კიდე მესამე პერსონის სავარჯიშო პროგრამიდან რაღაცა ამოიღო, ეს დააჯგუფა და რო გაწელო, გამოვა გარმონივით, აი ამ ხელა ჩამონათვალი, ანუ ის საზოგადოება მეც უყურებ, იმიტომ ვიძახი, მეც უყურებ ამ ბლოგერებს. ატომღაც არავის არ აშინებს ის, რომ ასევე ამ ბლოგერების რაოდენობა დღითი დღე მცირდება, იმიტომ რომ იღუპებიან, სიკვდილიანობა ძალიან გაზრდილია ახალგაზრდა აი ამ საზოგადოებაში, იმიტომ რომ არ აკონტროლებენ და როგორც ვთქვი, მარკეტინგის გამო საკუთარ სიცოცხლეს დებენ პირდაპირ სასწორზე და ეს მინდა რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ყველაზე კარგად გაიგონ, იმიტომ რომ სწრაფი დევნა, სწრაფი ნაბიჯები ყოველთვის არის არაკონტროლირებადი და ყოველთვის არის რაღაცა რაც გამოგეპარება. ამ შემთხვევაში ეს პირდაპირ ჯანმრთელობას ურტყავს. რაც შეეხება კიდევ ერთხელ დავუბრუნდები იმ თემას ვარჯიშებს, ხო, ანუ მესმის რომ არა აქვთ ცოდნა შესაბამისი და დღესაც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს გონია რომ რაც უფრო მეცი ვარჯიშებ, მით უფრო მალე გაგვეზრდება კუნთები. ანუ ეს არ არის ასე ვთქვათ, თუნდა იყოს ბალანსი დაცული, აი საერთო ჯამში რას ნიშნავს ბალანსი, ხო? ბალანსში უნდა იყოს ყველაფერი ერთმანეთში. აი თუ გახსოვს მე მიყვარდა ხოლმე ეს თქმა, რომ აი ეს არის ჯაჭვი. კვება, ვარჯიში, დასვენება, ეს ყველაფერი არის ჯაჭვი და ნებისმიერი მათგანი რო იყოს სუსტი რგოლი, ეს ჯაჭვი გაწყდება. ამიტომაც აი ეს ბალანსი უნდა იყოს, ხვდები, ფიზიკურ აქტივობასა, დასვენებასა და კვებას შორის. და როცა ეს ბალანსი არ არის, მე უკვე როცა შედეგი აღარ დგება და არც დადგება, ხო? მე უკვე მიმართავენ იმ რაღაც საშუალებებს, რომელიც, რავი, ჩემის აზრით, მხოლოდ
პროფესიონალის საქმეა. ნუ ადამიანები ვართ იქ ახსენე რომ ტელეფონის გადადება რთულია პლუს ის ნაწილია რომ ხანდახან შეიძლება კვება ამოგივარდეს შეიძლება ძილი ამოგივარდეს მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც უნდა ვეცადოთ რომ დავაბალანსოთ რა სრულიად გეთანხმები და როგორც პროფესიონალის გადმოსახედით უშუალოდ ფიტნესში ვარჯიშში თუნდაც მთასწორობაშიც რომელი დანამატებია რომლებიც ჯანმრთელობას ხელს არ უშლის პირიქით უწყობს და ყოველდღიურობაში გამოგვადგება უფრო პროდუქტიული რო ვიყოთ და არა მხოლოდ ვარჯიში, არამედ თუნდაც საქმიანობაში, ჰობში და ძილის დროსაც არ იქნება ჩვენი ჯანმრთელობის წინააღმდეგ. დანამატები დღესდღეობით მით უმეტეს ბაზარზე ენრაოდენობით არის და ენრაოდენობით ნაზავებია როგორც წესი. კლასიკაში რაც იყო ხოლმე ასე ვთქვათ, ძილისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და დღემდე რჩება ცინკი, მაგნეზიუმი და B6, ZMA. ჩემის აზრით იგივე მოზარდებისთვის საყურებლად მინდა ვთქვა რომ პროტეინი ეს არის ყოველ მხრივ ასე ვთქვათ შრატის პროტეინი მით უმეტეს ძალიან ბევრ კვლევას გაუძლო და ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის რომ ცილის ბალანსი აღვიდგინოთ და აქვე ვიტყვი რომ არ არის ჯადოსნური ჯოხი და პროტეინს თუ არ დალებთ მაინც გექნებათ პროგრესირება თუ თქვენ ცილის ბალანს კვებით დაიცავთ ну რავი ანუ როგორ არის დანამატებზე ლაპარაკი მიუხედავად იმისა რომ მე ვიძახი ხოლმე თუნდაც ჩემ ლექციებში რომ ეს არ არის რაღაცა საწამლავი მინდა ყველამ სწორედ გამიგოს რა ფართო საზოგადოებისთვის ძალიან სახიფათოა ესეთი თემების ესე პირდაპირ თქვა და დოზირებების თქვა და ასე შემდეგ თუნდაც თუ გავიხსენებთ კრეატინზე მე მაქვს ნათქვამი რომ როგორ 5 გრამი 100 კილოგრამიან მოვარჯიშესაც და 60 კილოგრამიან მოვარჯიშესაც ხო ეს არის ინდივიდუალური ამიტომაც აგიტო ვიძახი რა, ნუ მოდი ესე რომ ვთქვათ რა, ძილისთვის ასე ვთქვათ, აი ეს ცინკი, მაგნეზიუმი და B6, იმიტომ რომ B6 ძალიან კარგად მუშაობს ნერვულ სისტემაზე, ცინკი, ნუ მამაკაცის ტესტოსტერონზე ძალიან კარგად მუშაობს, მაგნეზიუმიც აუცილებელია, ასე ვთქვათ, კუნთის გაშლილობისთვის. რაც შეეხება, ნუ ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი, მაგალითად, იმიტომ რომ ეს პროფილაქტიკური დოზები არის იქ, რაც აფთიაქში იყიდება. და მით უმეტეს ზაფხულის პერიოდში, როცა გაძლიერებულია ოფლიანობა, მადა შემცირებულია, უბრალოდ იმისთვის, რომ ვიტამინებისა და მიკრო და მაკრო ელემენტების ბალანსი აღვიდგინოთ და ნუ პროტეინი რა, როგორც ასეთი, ნუ ვიცი ახლა ბევრი კითხვას დასვავს კრეატინიო, ზუსტად ვიცი და ამიტომაც ოკეი, კრეატინიც. გეთახმები სრულიად. სხვა დანარჩენი როგორც ასეთი, მაგალითად არჯინინი იქნება, თვითყვაზე ტაურინი იქნება თუ ტრიბულ, ანუ რაც არის რა, ასე ვთქვათ, რასაც საზოგადოება კარგად იცნობს, ხო? ჩემის აზრით, ახალგაზრდებო, ცოტა უნდა დავიცადოთ. ამისი დრო მოვა, ამას თვითონ ორგანიზმი გვაგრძნობინებს, მაგრამ მოდი ჯერ მაინც დავიწყოთ იმით, რომ ნუ დავიძინებთ გამთენიისას, დავიცოთ კვების რაციონი შეძლების დაგვარად, CCN-ის ბალანსი, ვივარჯიშოთ ადეკვატურად და ერთ მარტივ არითმეტიკას მივაქციოთ ყურადღება. იქამდე სანამ თქვენი ვისაც წონის მომატება გინდათ და ამისთვის დადიხართ, კარგები ხართ ყველანი, ვინც კუნთებზე მუშაობთ. ძალიან კარგები ხართ, უბრალოდ აი ძალიან მარტივი არითმეტიკა არის რა. როცა დანახარჯზე მეტს იღებ, ყოველთვის მოიმატებ წონაში და როცა დანახარჯზე ნაკლებს იღებ, ყოველთვის დაიკლებ წონაში, ანუ კალორიული პროფიციტი უნდა შევქმნათ, კალორიული დეფიციტი უნდა შევქმნათ და ეს პირველ რიგში უნდა შეიქმნას საკვებით. ალბათ გემახსოვრება 5 წლის წინ ვიყავი 55 კილოგრამი და ავედი 80 პლუსზე და დანამატები მინიმალური რაოდენობით მიმიღია, მხოლოდ და მხოლოდ კვება პროფიციტით. არასდროს არ ყოფილა არანაირი დარღვევა ან გვერდითი ეფექტი, იმიტომ რომ საკვებია. ნუ ღრიპის ნაწილი გამექცა ისიც, იმიტომ რომ არ ვიცავდი ყოველდღიური, ანუ საკვების მიღების რაციონის რაოდენობას, მაგრამ მე ნელ-ნელა დავამატე ისიც პროტეინი იმის გამო, რომ რაციონი ძალიან გაიზარდა რა. მე ხო შეგპირდით, ჩემამდე თუ ვერ მოხვალთ, მე ჩამოვალ თქვენამდე მეთქი და დავიკელი აგერ გავხდი. ძალიან ბევრი და ძალიან კარგად თავგრძნობ ამ შემთხვევაში და ცოტა ხანი დავისვენებ ორგანიზმიც წაშს მიკრავს დარდვილად.
ხო, იდეაში ეგ ხო ჩვენ კომფორტზე არის დამოკიდებული რა. ეხა მეც მინდა რომ ცოტა კიდე მოვიმატო, მაგრამ მე ისევ დავიკლებ რომ დავბალანსდე და ერთ ზონაზე გავჩერდე რა. მაშინ ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს, გამხდარი რომ ვიყავი. და ამ გადმოსახედით რო უყურებ, ვერც ვიაზრებ როგორ ვარსებობდი 60 კილოზე ნაკლებ მდგომარეობაში. ეხა მაგალითად 75-მდე რო ჩავდივარ ხოლმე, როცა კვებას უბრალოდ 2-3 კვირით არ ვიცავ. მაშინაც თავს არაკომფორტულად ვგრძნობ რა, რომ შევეჩვიე უკვე 80 კილოზე ყოფნას. აი სწორედ მოდი მაგ თემაზე მინდა რაღაცა ვისაუბრო, აი ამ თვით კომფორტი და თვით შეგრძნებაზე. რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ, იცი? ძალიან მეცინება ხოლმე ყოველთვის, როცა თემას მხოლოდ დადებითი კუთხით განიხილავენ, იმიტომ რომ ესმის ნეგატიურის მოსმენა არავის არ უნდა და თვითონ ხალხიც, ასე ვთქვათ, მოწოდინებულია, რომ მხოლოდ ესმის რა ფსიქოლოგიურად, რომ კაი უნდათ, რომ გაიგონ. აი ამ სხეულის ტრანსფორმაციის ერთი მხარე, რომელიც არის აი ეს თვითკმაყოფილება, მოტივაცია, პროგრესის შეხედვა, ხო, ეს ყველაფერი უფრო მეტ, ასე ვთქვათ, დისციპლინასაც გიუმჯობესებს და მოტივაციასაც გიმავლებს, მაგრამ ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს. აი სწორედ ის, რაზეც წეღან ვისაუბრეთ, ის რომ ვერ ვაკონტროლებთ, ასე ვთქვათ, კალორიული ხარჯისა და კალორიული მიღების ბალანსს და აი ამდენი, ასე ვთქვათ, ხალხი 3 საათი და რაღაც ვარჯიშობს, მივყავართ ხოლმე იქამდე, რომ ძალიან ისეთი დეპრესიაში ვარდება საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, რომლებიც აი ამ სწორედ ამ მიზნით დადიან დარბაზში, რომ კონდეთ კონკრეტული სხეულის ტრანსფორმაცია. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ამას დრო ჭირდება ხალხო. ეს ესე მარტივად არ მოდის. და ამას ჭირდება საკუთარი ნაბიჯების გადადგმა და არა სხვის ნაბიჯებზე გავლა. მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი მეგობრების რჩევები, ძალიან ისეთი მარტივ რჩევებს მაძლევდნენ, შენ წარმოიდგინე. პირველი 1-2 თვე დამიწერე სავარჯიშო პროგრამა და მე მითხრეს შენით წერე. მეც იგივეს ვიძახი, ბიჭებო, გოგოებო, სავარჯიშო პროგრამა თქვენით უნდა წეროთ. რაც გინდათ ის ჩაწერეთ შიგნით, იმიტომ რომ სანამ თქვენ წერას არ დაიწყებთ, მანამდე ვერც მიხვდებით შიგნით რა შეგეშალათ. მე ხე ვიღაცის ვიდეო გახსნილი ტელეფონში იქ ვარჯიშს აკეთებს, მე შენც აკეთებ. აი მოდი დაუკვირდეთ, რამდენად აღიქვავს თქვენი ტვინი ამას, როგორც თქვენი კონკრეტული ქმედებაა, ხო? ანუ ვიღაცის მექანიკური კლონირება არის მოძრაობის. ამიტომაც პირველ რიგში სავარჯიშო პროგრამა ჩამოწერეთ. რა ვარჯიშები გინდათ, რამდენი ვარჯიში გინდათ გააკეთოთ. ესე იწყება ყველაფერი, უყურე, ჩვენც ეს ნაბიჯები გავიარეთ, ჩვენც არავის არ დაყოლია, ასე ვთქვათ, ამ სპორტის ცოდნა, ჩვენც ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვი, ხანდახან არის ხოლმე ჩემს ძველ სისტემებს რო გადავხედავ, მეთქი უბრალოდ ამ სისტემის დროს რაზე ვფიქრობდი, როცა ამას ვწერდი, ხო? ესე ხდება, ანუ მუდმივად ყველაფერი, ასე ვთქვათ, კრისტალურად არ გვექნება, გამორიცხულია რა და ამიტომაც რაღაცა რო ვისწავლოთ, ჯერ მიდის ყოველთვის რაღაც შეცდომების გზით რა და როცა შეცდომას შენ დაწერილ პროგრამაში დაუშვებ, შენ თვითონ მიხვდები რა შეგეშალა და როცა სხვის პროგრამას აკეთებ და რაღაცა შეგეშალა, ვერასდროს მიხვდები სამწუხაროდ იმ პროგრამაში რა არის დაშვებული შეცდომა. ამიტომაც, ნუ რავი, აი ამას მოსდევს ხოლმე მე სწორედ ის იმედგაცრუება, რომ იცი, ნუ არ გაიზარდა კუნთი ისე როგორც ჩვენ გვინდა. ჩვენ მარტო ვარჯიშებს ვიცავდით, აი ვიღაცა იქ ბრაიან ფიტის ვარჯიშებს ვიცავდით, ამ დროს საჭმელს არ ვჭამთ, არაფერს არ ვჭამთ, ის გვეუბნება რომ დანამატები დალიე, დანამატებს ვსვავთ და მაინც პროგრესი არ არის. ნუ არც იქნება. ხო, საკუთარ თავზე მაქვს ეგეც გავაცდილი სხვათა შორის, რო გავიარე შენთან ტრენინგები, მაგის მერე მახსოვს, რომ თავიდან ეს კვების წერა რო არ ვიცოდი, კითხვებს გისვავდი რა. და განაუარი გითხოვს, პროსტა 1-2 ჯერ მითხარ, რომ აბა შენით ცადე რა და გულზე მომხვდა, მაგრამ ვცადე და თავიდან ბრინჯი, ფილე, კვერცხი, ბრინჯი, ფილე, კვერცხი და მე მივხვდი, რომ ეგრე არ ხდება რა, ცუდად გავხდები მალე. და მაშინ დავიწყე უკვე, ანუ სანამ არ მივედი ჩემით კომპიუტერთან და არ დავჯექი და არ მოვიძიე თუნდაც რომ აი რა შეიძლება ესე ვქნა, ან საჭმელი არ ვცადე და რაღაცა, ეხა უკვე დამოუკიდებლად შემიძლია ვიკვებო და
მაგ დროს რო ეგ არ გეთქვა ნამუსი არა გეგდე შეიძლება ისევ ყოფილიყავ რომ აბა არსენ რას ფიქრობ ამ ყველაფერზე და რაღაცა რა როცა უკვე განათლებას მიიღებ მაგამოცდილი ადამიანიდან შენც აი უნდა მე რო გადადგა დამეწერა ნაბიჯები რა შენთვის სავარჯიშო პროგრამა ან კვება ხო შეიძლება გექნებოდა იცი შედეგი რო სიტყვაზე არ აქქონოდა ეს 100%-იანია შენ გექნებოდა ჩემი ავტორიტეტიდან გამომდინარე იფიქრებდი რომ ნუ არსენას რანაირად უნდა შეშლოდა სიტყვაზე ესე იგი მე არ ვიქცევი კარგად და რაღაცებში დაიწყებდი ძებნას შეცდომების მიუხედავად იმისა რომ კვებას იდეალურად იცავდე მე რო უკვე გარე პირობებში ეძებ პრობლემებს მაგრამ არასდროს არ მიდიხარ წყაროსთან იმიტომ რომ ეს ავტორიტეტია და მაგითო გითხარი რომ შენ უნდა დაწერო რომ შენი უნდა იყო წყარო და შენ თავში უნდა ეძებო მე შეცდომები და აი განვითარდე სწორედ აი გამოსწორებისთვის და კი მოვედით ახლა აგერ ვზივართ ერთმანეთის პირისპირ სულ ცოტა ხნით მოგაცდენ და გეტყვი რომ ბალანსი არ არის უბრალოდ პოდკასტი. ეს არის გზამკვლევი შენი სხეულის, გონების და ემოციებისთვის. 12 თემით შევეხებით ყველაფერს, ვარჯიშიდან გარემომდე. თუ მზად ხარ, გაარკვიო რა გჭირდება ჰარმონიული ცხოვრებისთვის, აუცილებლად გამოიწერე ჩემი YouTube არხი და არ გამოტოვო შემდეგი ეპიზოდები. ახლა კი დავუბრუნდეთ ვიდეოს. ეხა ვახსენეთ თან ეს აქტივობები და შენი გადმოსახედით ეხა ჩემი კითხვა იქნება მაგასთან დაკავშირებით. უშუალოდ როგორი ფიზიკური აქტივობებია უფრო ბრჭყალებში რო ვთქვათ მომგებიანი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ტიპები სხვა არსებობს, იქ 3 ტიპის ადამიანია, რა სხვაობა არის მათ ვარჯიშებს შორის ისეთი, რაც უნდა გაითვალისწინონ. ცოტა რო სიღრმეში ამ ხრივ შევიდეთ მარტო რა, იმიტომ რომ მაინც ფიტნესზე ვსაუბრობთ და მაინც მაინტერესებს შენი გადმოსახედი როგორია მაგ ყველაფერზე. არანაირ. ოკეი, ნუ პირველ რიგში მოდი გავიაროთ, თავიდან იყო რომ ექტომორფი, ენდომორფი, მეზომორფი, ეს არის ის საზოგადოება, თავიდან ესე ვიცოდით, რომ აი ჩაის უნთქავს და გასუქდება. რეალურად ეს არის ჩონჩხის წყობა, ხო? ჩონჩხის აგებულება, ანუ ვიღაცას აქვს თხელი ჩონჩხი, ვიღაცას აქვს ცოტა უფრო მსხვილი ძვლები და ასე შემდეგ. ჩვენი ვარჯიშები ძვლებს არ ამყარებს, ასე ვთქვათ, უფრო მეტად. ჩვენ ვართ კუნთებზე დამოკიდებული, ამიტომაც ამ სამივე ადამიანს ერთი და იგივე კუნთი აქვს. ერთი და იგივე ბიომექანიკა აქვს. თავარი არის ეს გამის გასაზრება. ვიღაცას კი ბატონო, ხო არის ძალიან ბევრი რაღაც, მაგალითად ფიზიკური სიძლიერე არა მარტო კუნთებზე, არამედ მყესებზეც არის დამოკიდებული და ამაში არის ხოლმე კონკრეტული გენეტიკური მიმართულებები, აი ყოფილა შემთხვევა ვარჯიშზე ვიღაცა მოსულა და ეს კუჩთა რო შემოვა და დაუვლია რაღაც იმ სიმძიმე შტანგა უწევია ერთხელ რომ ყბა დაგვიღია სულ ყველას ხო არიან რატომაც არა რაღაც დაჯილდოვებული ადამიანები ბუნებისგან ამ ფიზიკური სიძლიერეთ რა მაგრამ რაც შეეხება ზოგადად სხეულის ტრანსფორმაციას აი ამ კუნთოვანი პროგრესირების გზით ხო მოდი ესე ვიტყვი კი ექტომორფი თხელია მაგრამ ესთეტიურია მეზომორფი მაგალითად არის რისკების ქვეშ იმიტომ რომ ის შუაში დგას რა იქითაც არის შეუძლია საკმაოდ ესთეტიური სხეული კონდეს ან ესეთი უხეში აგებულება. ნუ ენდომორფი თავისთავად რა მსხვილი აგებულების ადამიანია. ამიტომაც კონკრეტულად რომელი ფიზიკური აქტივობა რომელიც თვითონ გაუხარდება. როგორც თავიდან ვთქვი რა, თავარია ეს ყველაფერი მოდიოდეს თავისგან და არა ვიღაცამ უთხრას რომ იცი შენი აგებულებიდან გამომდინარე შენ ბოდიბილდერი ვერ გამოხვალ და მოდის და ადამიანი უნდა რა სურვილი აქვს ფიტნესზე იაროს და ნებისმიერ სპორტის სახეობაზე რომ მიიყვანო მისთვის ყოველი დღე იმ სპორტის სახეობაზე იქნება ტანჯვა. ამიტომაც ეხლა მე რო კარდიოზე მატარო. აი ეგ ვიდეო და ეხლა მეთქვა ზუსტად რა. აი იდეაში არ ვიცი, იქამდე მიყვარდა რა, მაგრამ აი ტრენინგები რო გავიარე შენი დამოკიდებულებები კარდიოს მიმართ ეგეთი რო იყო, ეხა რომ ჩემ თავს რო უსმენ და მოსწავლეებს რო ელაპარაკები ხოლმე, ზუსტად იგივე დამოკიდებულებებით, ანუ იმას არ ვეუბნები რომ კარდიო ცუდია ან რამე მსგავსი, მაგრამ ანუ ცუდი ვარს მithქვია, მე არ მიყვარს. ხო, ზუსტად. ანუ კი. მე რო არ მიყვარს, არ ნიშნავს რომ ვინ ჩემთან კურსი გაიარა, ესე ყველა სექტანტებივით არ გვიყვარს. დიდუარს შენთან ერთად თავართ, არა. აი მეც ზუსტად ეგრე ვარ, რომ კარდიო რაც არ უნდა იყოს, მარტო სტრესი ალბათ ვარჯიშის დროს ჩემთვის არის კარდიო რა. რისთვის არის აერობული დატვირთვა, მოდი ჯერ ის გავიაროთ. ნებისმიერი ადამიანს რო კითხო, გეტყვის რომ არ არსებობს წონისკლების ვარჯიში. მაგრამ რატომღაც მაინც კარდიოსკენ იხრებიან. მაგიტო ვიზახი, აი, მოდი ხალხო დაუკვირდეთ იმას თუ რას ვაკეთებთ. ესე მექანიკურად ნუ გავაკეთებთ. ყველაფერი კარგად ვიცით უკვე. იმდენჯერ მოვისმინეთ ეს ყველაფერი. აერობული ტიპის ვარჯიშები, ხო, კარდიოვასკულარული სისტემისთვის არის პირველ რიგში გულისთვის, ფილტვებისთვის და რა თქმა უნდა, როცა წონაში ადამიანი იმატებს და ხარ კალორიულ პროფიციტში,
ეს ნიშნავს იმას, რომ ცოტა მეტს ნახშირწყალსაც ჭამ, ცოტა მეტს ცხიმსაც ჭამ, ცოტა მეტ ცილებსაც ჭამ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ცხიმის პროცენტულობაც მატულობს, მასთან ერთად მატულობს ქოლესტერინის რაოდენობაც. მაგრამ აქაც ორი რადიკალური ისეთი დაჯგუფებაა, ხო ხდები, ერთი რომლებიც საერთოდ უარს იძახიან კარდიოზე, იმიტომ რომ თუნდაც იმით დაკლებული 1-2 გრამი სასტორზე შემდგომერი ამ ხაზოგადოებისთვის განგაშია და უბრალოდ ცხიმის მომატება რად გვინდა, უბრალოდ აი ესე დავფიქრდეთ. რა აზრი აქვს მოიმატო 10 კილო თუ იქიდან 9 კილო ცხიმია. ხო? ანუ ეს თქვა ეს ამ შემთხვევაში ჩვენ აერობულ დატვირთვას ვიყენებთ ერთგვარი როგორც ფილტრი. და აქაც რა თქმა უნდა დატვირთვა მაგიტო ვიძახი ხო ვარჯიშის შემდეგ 20 წუთი რომ ადამიანმა სარბენბილი გზე უბრალოდ პატარა აღმართზე დააყენო და ესეთი ოდნავი ჩქარი ტემპით ასე ვთქვათ 3-დან 4 ნახევრამდე ტემპით იარო, ხო? ვერანაირად ვერ იმოქმედებს ის როგორც ნეგატივი კუნთოვანი პროგრესირებისთვის. მეტიც თუ რაიმე დარჩა კიდე ვარჯიშის შემდგომ სუბუქი ასე ვთქვათ ჰემატომები ან რაღაც რძემჟავა კუნთში მისგან ნეიტრალებას ძალიან უწყობს ხელს. და ესე ვთქვათ ადუნებს ხელს, მაგრამ საქმე მაგაში ახლა ეს ფამფი და დაჭიმული კუნთები უყვარს ამ ახალგაზრდობას და დასვენების დროს კუნთი უნდა იყოს მოშვებული. ეს მისე თუ დასვენებულია უნდა იყოს მოშვებული თავისთავად. ამიტომ ახლა მე ყურე ჩემი დამოკიდებულება კარდიოს მიმართ რატო არის ესეთი. განა არ ვარგა. მე არ მიყვარს, იმიტომ რომ წონაში ვიკლებ ყველაფრის გარეშე. ზუსტად ეგრე ვარ მეც. უყურეთ რა არის ნებისმიერი ფიზიკური აქტიურობა, ეს არის დაკავშირებული კალორიების გამოყენებასთან. ხო? ანუ მაგალითად მე როცა ვარ კალორიულ დეფიციტში, მე თუ ყოველდღიურობა მყოფნის იმისთვის, ანუ ჩემი მეტაბოლიზმი თუ მყოფნის, რომელიც დაკავშირებულია ერთის მხრივ იმაზე, რომელიც ანუ მეტაბოლიზმი რო დავყოთ, ხო, ასე ვთქვათ, ის იყოფა კალორიების საჭირო ხარჯი სხეულის ფუნქციონირებისთვის, შინაგანი ორგანოებისთვის, კალორიები საჭირო სხეულის, ასე ვთქვათ, ბიომექანიკისთვის და ემატება მე დამატებით ეს შენი ფიზიკური აქტივობა. თუ მე აი ამ ძირითადი ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით ვარ კალორიულ დეფიციტში, არანაირი საჭიროება აღარ მაქვს საერთოდ და იმიტომ ვიძახი რომ ჩვენ მეგონია ამასთან ვისაუბრეთ კიდევაც 3 იანვარს გადავწყვიტე რომ დამდგარიყავი დიეტაზე და სულ 1 კვირა ვივარჯიშე მე რაღაც პროექტის გამო ვეღარ შევძელი ვარჯიში და დღემდე არა ვარჯიშობ. ჯამში მაქვს დაკლებული 27 კილო. და საერთოდ არა ვარ ფიზიკური აქტივობით დაკავებული. უბრალოდ დღეღამის განმავლობაში მიღებული კალორიაჟი არის რა იმაზე ოდნავ ასე ვთქვათ ნაკლები სავარაუდო როგორც ჩანს, რაც მე მჭირდება ჩვეულებრივად რომ ვარსებობ, დავდივარ, საუბრობ, საკვების მონელების სისტემასაც ხო ჭირდება ეს კალორიაჟი. ანუ ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა ეს არის კალორიების ხარჯი. უბრალოდ სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობას თან მოაქვს სხეულის რაღაცა მიმართულებით განვითარება. ძალისმიერი ვარჯიშები თავისთავად იწვევენ კუნთოვან პროგრესირებას ძალაში, როგორც გამძლეობაში და თუ შესაბამისად ვიკვებებით მასაშიც ასე ვთქვათ, კარდიო ვარჯიშები იძლევიან აი კარდიოვასკულარული სისტემის გაუმჯობესებას, უფრო მეტი ამტანობას, სხეულის უკეთესი ჟანგბადით მომარაგების სისტემის ფილტრების გაუმჯობესებას და ნებისმიერი აი ამ ფიზიკური აქტივობას აქვს უბრალოდ რაღაცა თანმდევი, ასე ვთქვათ, დადებითი ეფექტი სხეულზე. მორჩა და გათავდა თოი, როგორც ასეთი წონის კლებისთვის რაღაცა კონკრეტული მიმართულება არის აუცილებელი, ხო? მაგიტო ვიძახი მარტო ფიტნესი არ ვისაუბრებ, ზოგადად ვიძახი, ეს არ მინდა მე ვიღაცამ თქვას, რომ კუნთებისთვის და არა, კუნთები არა. აი ზოგადად. არ არის აუცილებელი როგორც ასეთი და ერთადერთი საჭირო, იმიტომ რომ არც წონის კლების რაღაცა დიეტური საკვები არსებობს, არც ცხიმის დასაწვავი ვარჯიში არსებობს. არაფერი არ არსებობს. არსებობს საკვები თავისი კალორიაჟით, არსებობს ფიზიკური აქტივობა თავისი კალორიული მოთხოვნილებით. მურჩა. აი ეს დამწურავი ინფორმაცია იყო. მარტივად, ხო, რავი, ხშირად მეუბნებიან ხოლმე, ბატონო არსენ თქვენ ეს ყველაფერი იცით და იმიტომ გიმარტივდებათ ესე მარტივად და სწორედ აი ესე მარტივად მინდა შეხედოს ხალხმა აი ამ პროცესს რა და არ ეშინოდეთ რა. სხვათა შორის ხო მაგ საკითხშიც ძალიან ვამაყობ რომ შენთან გავიარე, იმიტომ რომ
ბევრი ადამიანი მაგ ყველაფერს ძალიან სერიოზულად უყურებს. ანუ 10 კალორია რაღაცა იქით-აქით იმდენად ითვლის, რომ ის უფრო სტრესავს, რომ დათვლა უწევს, ვიდრე ის რომ დარბაზში დადის ან იკვებება რა. და იმდენად ჩემთვის ეს იმდენად მარტივი, ახლა შეიძლება წლებთან ერთადაც გამარტივდა, მაგრამ ანუ მაკრონუტრიენტების დათვლითაც თუნდაც და ვარჯიშების მიმართ, ანუ მაინც და მაინც არ ნიშნავს იმას, რომ წოლის რეჟიმი თუ ჩემს ძმაზე მუშაობს, ჩემზეც მუშაობს და ეს მომენტი აქვს ხოლმე, რომ ანუ იმაზე თუ მუშაობს, ჩემზე რატო არ მუშაობს? ანუ შეცვალე ვარჯიში მორჩა მარტივია რა. სხვათა შორის მაგაზე მინდა რომ კიდევ კითხვა დაგისვა უშუალოდ, ანუ დღესდღეობით მქონია რამდენიმე кейსი, არა მხოლოდ ერთი, კარგი მოსწავლეა, კარგად მოგზდევს, ყველაფერს კარგად შვება, მაგრამ ვარჯიშის და ჰობის და დასვენების გარდა მისი ცხოვრება სამსახურში თუ გარეთ იმდენად სტრესულია, რომ შედეგი მაინც არ აქვს რა და შენი გამოცდილებით რამდენად დიდ გავლენას ახდენს ეს ყველაფერი უშუალოდ ყოველდღიურ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ვარჯიშზე და რა არის ის არ ვიცი, რჩევა შენი გადმოსახედით, რომელიც სტრესის ლეველის, კორტიზოლის დაგდებაზე მათზე დადებითად იმოქმედებს რა. თუ არის რამე ეგეთი ჩიტ კოდი. ეგ რო ვიცოდე, ეს ნაოჭები კი არ მექნებოდა. ხო, უყურე ხა რა არის. პირველ რიგში კვება, განვიხილოთ ესე. კვებით ჩვენ შევქმნით კალორიული დეფიციტი. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ორგანიზმს არ აჭმევ იმდენს, რაც მენდენიც მას ჭირდება. ეს უკვე სტრესის ერთი გამომწვევი მიზეზი. შემდეგი ჩვენ დავდივართ ასევე ვარჯიშობთ, რომელიც ასევე იწვევს სხეულში სტრესულ მდგომარეობას, იმიტომ რომ ის ვარჯიში ჩვენ მოგწონს, თორე ჩვენი სხეულისთვის ნამდვილად არ არის სასიხარულო, ახლა სიმძიმეების თრევა და რა ქვია თვალების გადმოგდებამდე იქ ჩაჯდომების კეთება, ხო? არანაირად, ესეც სტრესია. ჩვენ კი ვეძახით, რომ მეტაბოლური სტრესი, მაგრამ სტრესია ბოლო-ბოლო, სტრესის სხვა ტიპი არის, ასე ვთქვათ. და ამას მე დამატებული სამუშაო, რომელიც ძალიან სტრესული არის ამ შემთხვევაში და იწყობს ძალიან დიდ გონებრივ ჩართულობას. ჩვენ გვაქვს, ანუ ესე ვთქვათ, სამი მიმართულება გვაქვს და სამივეში გვაქვს სტრესი. და მე არ ჩამოვთვალე კიდე ყოველდღიური ოჯახური თუ რაღაცა, ანუ არა შეიძლება პრობლემა არა. აი რაღაცა პროცესი, რომელიც გადაწყვეტილებაა მისაღები და რაღაცა და ესეც სტრესი არის რა ყველაფერი. ამიტომაც ესეთ შემთხვევაში კონკრეტულად კორტიზოლის დონე როგორ შევამციროთ? გაგვიჭირდება ძალიან თუნდაც იგივე ეგრეთ წოდებული დანამატებზე რა კვლევის შედეგებიც არის დადებული და რომელ დანამატებსაც გვირჩევენ ხოლმე კორტიზოლთან ბრძოლაში. ეხლა ნახე კიდე პრობლემა რაშია რა. კორტიზოლი ეს არის ჰორმონი, რომელიც კონკრეტულად კუნთოვან ქსოვილზე მუშაობს. და სტრესის დროს, აი მაგალითად, თუ გქონია ესეთი შემთხვევა, რომ მithumetes დიეტის დროს რაღაცაზე ნერვები მოგეშლება, დამშვიდდები და გრძნო უფრო ძალიან გშია. კი, როგორ. აი ფაქტიურად ენერგიისაგან გცლის რა, ესეთი არა სტრესი, არამედ უკვე აგრესია და სტრესი ერთად. ამიტომაც როცა ხდება ესეთი რაღაცა, კორტიზოლი ჩვენ კი ცალი მხრივ განვიხილავთ კუნთების პროგრესირებას, რომ ხილს გვიშლის, ასე ვთქვათ და უნდა დავწიოთ, მაგრამ როცა ორგანიზმს აქვს ენერგიის მოთხოვნილება და ის ამას ვერსაიდან ვერ ღებულობს, სხვა გზა არ არჩება სხეულს, რომ თვითონ, ასე ვთქვათ, გაწიროს თავისი სხეულის ნაწილი და მიიღოს ენერგია ძირითადი ორგანოების საკვებად. ეს არის შინაგანი ორგანოები. ამ შემთხვევაში შენი განივზოლიანი, ანუ იგივე ჩონჩხის მამოძრავებელი კუნთები პრიორიტეტში ნამდვილად არ არის. და კორტიზოლის ნომერ პირველი სამიზნე არის. ამიტომაც სწორად უნდა დავითვალოთ რა, კალორიული დეფიციტი გვაქვს შედგენილი თუ შიმშილი. ამას წინ სწორედ მაგას უხსნიდი მსმენელებს, რომ კალორია არის ძალიან მოძრავი. შეიძლება კალორია კვირის დასაწყისში ერთი იყოს და კვირის ბოლოს უკვე გაზდა მოგიწიოს. იმიტომ რომ შენ რო დაიწყე მაგალითად, აი რატო იძახი კალორიები და ფიზიკური დატვირთვის დათვლა შესაძლებელია მაგალითად ჯგუფურ ვარჯიშებში. იქ აერობიკა, ზუმბა, რაღაც, იმიტომ რომ ეს არის კონკრეტული პროგრამა გაწერილი, სადაც 1 საათი მაგალითად საზოგადოება ფიზიკური აქტივობით არის დაკავებული და დატვირთვა ფაქტიურად იდენტურია.
მაგრამ შე რო 5 კილოიანი განტელით დაიწყი ამ კვირაში ვარჯიში და მეორე კვირაში 7.5 მოკიდე ხელი, ის 2.5 კილო რომ მოუმატე, კვება გაზარდე? და შენ წარმოგიდგენია პერსონალურ კლიენტს, რომელიც დასაკლებად არის მოსული, კვება რო გაუზარდო, რა დაემართება? ხო, მაგაზე სულ ცუდი დამოკიდებულება აქვს იდეაში. ხო, ანუ ხალხს გონია, რომ კვება მხოლოდ და მხოლოდ უნდა შემცირდეს. საბოლოოდ ამ ყველაფერს მივყავართ არა კალორიული დეფიციტამდე, არამედ შიმშილამდე და სხეული ყველა საშუალო ხერხს მიმართავს იმისთვის, რომ ენერგიის დაზოგვა დაიწყოს და ჩერდება კიდევაც. ამიტომაც კეთდება სწორედ ის ჩიტდეები ეგრეთ წოდებული, თუნდაც ნახშირწყლების რამოდენიმე დღით მომატება და ძალიან ბევრი იძახის მე რომ უიმე იცი შაბათ კვირას ვჭამე ძალიან კარგად ნახშირწყალი და ორშაბათს რატო ვიყავი დაკლებული? ჩვეულებრივი ამბავია რა, ორგანიზმმა ასე ვთქვათ ამოისუნთქა. თუნდაც ის ნახშირწყლები რომ მოუმატე შეიძლება მაინც კალორიული დეფიციტი იყოს. რამოდენიმეჯერ მქონია ეგეთ кейსი, რომ უთქვათ, რომ აი დასაწყისში ხო არის სხვა წონაზე რო ყოფილა და მერე უკვე შედარებით აქტიური რო გახდება ადამიანი, კარდიოს აკეთებს, ვარჯიშობს და ანუ იცვლება ყოველდღიური აი მოხმარება. ელემენტარულს გეტყვი. ამას წინ იყო, ხშირად მომყავს ხოლმე ეს მაგალითად ჩვენ დარბაზში. ბიჭები ვარჯიშობდნენ და ნუ თუ მოყურსი მოვკარი რომ მხოლოდ 5 კილოთი გავზარდეო, წონაო და როგორ ძალიან დავიღალეო რა. და მე ვთხარი ამდენი კილოთი, რას ნიშნავს 5 კილოთი გავზარდე წონა? ანუ ჰანტელები 10-იანებით ვარჯიშობდა და 15-ებზე გადავიდა. მე ვთხარი, ანუ რამდენი მისვლა გაქვს? 4 მისვლა. კაი, რამდენი გამეორება? 10. თითო ხელზე გაზარდე 200 კილოთი. ორივე ხელზე ხო? ანუ 5 კილო ხო გაზარდა? 5 კილო 10 გამეორება ხო არის ჯამში 50 კილო. თითო ხელზე წარმოიდგინე. 4 მისვლაში ეს არის 200 კილო. ორივე ხელში ჯამში 400 კილოთი გაიზარდა დატვირთვა და მარტო 5 კილოთი გავზარდეო. ხო, თითქოს არაფერი ჩანს, მაგრამ საბოლოო ჯამში ჯამში, იმიტომ რომ დატვირთვა იზომება კუნთის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით, იმიტომ რომ ერთ ადამიანმა რომელსაც 100 კილო ერთხელ აწია, იმის დატვირთვა არის 100 კილო, მაგრამ ვიღაცამ რო 90 ორჯერ აწია, ანუ 80 მაგალითად ორჯერ აწია, მან 160 კილო მიიღო დატვირთვა. და 160 კილოს და ორჯერ გამეორებას უფრო მეტი კალორიები ჭირდება, ვიდრე იმ ერთხელ შესრულებულ მოძრაობას. ამიტომაც არის ხოლმე, რომ ვერ ვაანალიზებთ ჩვენი წონების, ჩვენი აქტივობის, პროგრესირების პარალელურად ჩვენი თავიდან შედგენილი იდეალური კალორიული დეფიციტი ისე ჩუმად გადადის შიმშილში და 500 და 600 კალორიან დეფიციტში, როგორც დაგიბარებია. თითო ვარჯიშზე რო 1 კილო მოუმატო, აბა გადათვალე ჯამში რამდენი გამოგივა. ეგ წინადადება მსმენია ხოლმე რა, რომ აი თავიდან რო დაუწერ, მე ეგ წონას იკლებს, მაგრამ ვარჯიშების რაოდენობა იზრდება, კარდიო იზრდება და რო ეუბნები, რომ აი ცოტა უნდა შევცვალოთ და მოუმატოთ კვება, იყოს ის და გავუძლებ რა. თითქოს გონიათ, რომ ეს გაძლება არის მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ეგ ესმის, გიორგი. ეგ ესმით, იცი, რომ აუ დიეტა როგორი რთული იყო და ბოლომდე უნდა გაუძლო. ბოლომდე უნდა გაუძლო არა შიმშილს, ბოლომდე უნდა გაუძლო ცდუნებას, ბოლომდე უნდა გაუძლო ტკბილეულის მოთხოვნილებას და ესეთ რაღაცებს, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი ფაქტორია. ეს გამომდინარეობს ჩვენი კვებითი ჩვევიდან და არა ის რომ ადამიანს ეს რაღაცა ძალიან ჭირდება. მე მაგალითად უყურე აი ამ არეული რეჟიმის გამო, სანამ დიეტაზე დავждებოდი, ჩემი ბოლო ჭამა იყო 3.5-ზე. ღამე. გვიან. 3.5-ზე ხა შენ გინდა კვერცხი შეჭამე. გინდა ხაჭო შეჭამე. გინდა ჩალაღაჯი შეჭამე. ღამის 3 საათზე ჭამ და ეს გადამივიდა უკვე ჩვევაში. როცა დავდექი დიეტაზე, ესე გადავწყვიტე რომ 10 საათზე უნდა ვჭამო ბოლოს. მორჩა. 10 საათიდან 3 საათამდე, ხო? აი 2 ავიღოთ, კაი. არის 11-12 პირველი 2. ანუ იმიტომ რომ 3 საათზე რო იძინებ ადამიანი გშივდება კაც თავისთავად. აი ჩემი გამოცდილებით, ჩემი აი ამ ყველაფრით, რაც ჩემს ზურგს უკან არის, იმდენად მიჭირდა, რომ პირველი 1 თვე პროტეინი იყო ჩემი შველა. პროტეინს ვსვავდი ბოლო კვების მერე, ხო? ბოლო კვებას რომ აი ვიყავი ოღონ როგორ იცი, უყურე რას ვიძახი ხოლმე, რატო არ არის კარგი შეზღუდვები. მე ხო ვიცოდი რომ თუ გამიჭირდა პროტეინი მაქვს. და ისე არ მიჭირდა. ხო, მე უკვე უფრო გადატანადი ხო, იყო, ხა წარმოიდგინე მე რომ ვიცოდე რომ იცი არაფერი არ მაქვს, ანუ ბოლო ჭამავ ჭამი 10 საათზე და ვсё. მორჩა, აღარაფერს ვეღარ მივიღებ მე.
და ეს უფრო გაწובה, იმაზეც ფიქრობ, ახლა რომ მომშივდეს, ანუ ყველა ადამიანები ვართ, მაგიტო ვიძახი, დავანებოთ ამ კვლევებს თავი, ჩვენი პიროვნებიდან და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ, ეს კვება იქნება თუ რაც იქნება, უნდა შევადგინოთ, ხო? აი ეს პროტეინი 1 დღე, 2 დღე, 3 დღე, 4 დღე და მე რა თქმა უნდა გამომიმუშავდა რა, იქ 1 დღე გავძელი, ასე ვთქვათ, თან ცოტა ადრე დავიძინე და კვებითი ჩვევა შემეცვალა უფრო სწორედ. ეს ჩვეულებრივად ხდება ეს ყველაფერი რა და ამას ჭირდება დრო. მანამდე არ ვაკონტროლებდით ჩვენ კვებით ჩვევებს, იქამდე სანამ დიეტაზე არ დავდექით და მე გვახსენდება, თურმე რაღაცა და ამიტომაც აი ეს შეზღუდვები ის იგივე რასაც შენ იძახდი, რომ აი თავიდანაც შენც კლასიკურად რაც გესმოდა, ხო, ქათამი ბრინჯი, მოვიდა ყელში ეს ქათამი ბრინჯი. ძალიან რთული იყო სხვათა შორის. იდეაში ეგეც კვების ჩვევებზეც ეგეც შემიძლია მე დავამატო, რომ ეხა ამ წელს მომიწია ეგრე. მატება მქონდა ისე, რომ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში მოვჭი და ზაფხულში მინდოდა, რომ მაინც ნორმალურ ტანზე ყოფილიყავი რა, მარტო ერთი თვით ვეცადე, რომ ცოტათი მუცელი დამეგდო რა და ორკვირიან შუალედში 6ჯერადი ჭამიდან გადავედი 3ჯერადზე, ნორმალურ კვებაზე რა და განამშიოდა. უბრალოდ იმდენად ვიყავი ბოლო 4 თვე შეჩვეული, რომ აი საათნახევარ 2 საათში უნდა იმ დროებში გშიოდა. იმ დროებში მშიოდა სულ, ანუ შეიძლება 2 საათიანი, 2 საათნახევარი შუალედი მქონდა კვებებს შორის 3 საათი მაქსიმუმ. 3ჯერ რო ვჭამდი, მაგრამ მაინც მშივდებოდა საათნახევარში იმის მიუხედავად, რომ სავსე იყო კუჭი რა. ეგ არის სწორედ კვებითი ჩვევა, მეტი არაფერი. ანუ რაღაცა ქმედებაზე შეჩვეული ადამიანი რა. უნდა ჭამო. ზუსტად ეგრე არის, იდეაში ყველასთან ეგრე მუშაობს რა. იდეაში მაშინ ბარემ ბოლო კითხვით შემოვიფარგლები ამით, შენი ამხელა გამოცდილებით როგორი არის არსენას გადმოსახედიდან, ჩვეულებრივ, ანუ აქ ბოდიბილდინგის ნაწილზე არ მაქვს საუბარი და ასე შემდგომ, იდეალური კვირა, დღე რო არ ავიღოთ, შეიძლება ზოგჯერ საერთოდ დღეში ვერ მოასწრო ვარჯიში რა. იდეალური კვირა როგორ არის გადანაწილებული, გინდა ჰობი, იქ სამსახური, ვარჯიში ასე შემდგომ, რომელშიც ეს ჯანსაღი ცხოვრება ვარჯიშის სახით, თუნდაც მედიტაცია ძილის სახით როგორ ერთვება. ეგ უფრო არსენას ოცნება უნდა გეთქვა. ჩემი იდეალური კვირა. ნუ სრულიად მესმის ახლა, რომ სამსახური ყველაფერი იცვლება და შეუძლებელია მუდმივად ერთ და იგივე გრაფიკზე იყო რა. ეს ძალიან რთულია თქვა, სიმართლე რო გითხრა. ადამიანისთვის მით უმეტეს კითხვა დასვა, რომელიც კვირაში 7 დღე მუშაობს. მთავარი არის ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც აი ეს იდეალური არის და ბალანსში როცა ზის და რა პირველ რიგში. დღევანდელი ცხოვრება, ჩვენ მატერიალურ ცხოვრებაში ვცხოვრობთ რა. რაც არ უნდა ვისაუბროთ ამ ფსიქოლოგიაზე და იმაზე, მატერიალურ ცხოვრებაში ვცხოვრობთ, ამისთვის პირველ რიგში გვჭირდება ფული. ამიტომაც ჯერ პირველ რიგში რა თქმა უნდა სამსახური უნდა დავაბალანსოთ. ანუ ჩვენმა ასე ვთქვათ, თუნდაც იგივე სპორტული აქტივობით გატაცება, იგივე კვების რეჟიმა, ხელი არ უნდა შეგვიშალოს ყოველდღიურობაში. გახსოვს მე ვიძახდი კიდევაც, რა მნიშვნელობა აქვს შედეგი თუ შენი პერსონალური კლიენტი, შრომის უნაროა, სამსახურში კაი თანამშრომელი ვეღარ არის, იმიტომ რომ სუშია და უხასიათოთ არის და ოჯახში კაცია და არც მამაა და არც ქმარია და ქალია და არც დედაა და არც ცოლია. ამიტომაც ესეც რა თქმა უნდა უკვე მეორე არის, იმიტომ რომ ოჯახი და ოჯახში ასე ვთქვათ იდილია ეს აუცილებლობა არის იმისთვის რომ აი ეს ჰობებსა და ესეთ რაღაცებს ყველაფერს კონდეს თავისი სრულფასოვანი დადებითი ეფექტი, თორემ შენს უკან ყველაფერი იწოდეს და წინ ყვავილებს კრიფავდე, მიხედე უკან რაც ხდება, ხო? ამიტომაც რავი იდეალური არის რა. მოდი პირველ რიგში ავიღოთ ის რომ დღესდღეობით ყველა დარბაზში არის ულიმიტო აბონემენტი, ეს არ ნიშნავს რომ კვირაში 7 დღე უნდა ვივარჯიშოთ. 3 დღიანი სავარჯიშო პროგრამა მოყვარულებისთვის და არა მარტო იმ თვალსაზრისით რომ წავედით ვივარჯიშეთ და მორჩა. თუნდაც იგივე რეკომპოზიციისთვის, დამწყებებისთვის, სხეულის რეკომპოზიციისთვის აუცილებლად ჩემი აზრით საჭირო მაქსიმუმია. არ ჭირდება მაგაზე მეტი ნამდვილად რა. იმიტომ რომ ცოტა სხვანაირად არის რა, ყველაფერში ესე უცებ ადამიანს, რომელიც დღეს დარბაზში მოვა, იმიტომ რომ ჩვენ ხო ლაპარაკი არა გვაქვს მარტო იმაზე, ჩვენ კლიენტებს რა ელით ხვალ. ეს არის ჩვეულებრივი ხალხისთვის, მის დარბაზში დადის რა, ყველასთვის და ვისაც თუნდაც სურვილი აქვს ხვალე წავიდეს, აი რა გავაკეთო დარბაზში რომ მივარ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა,
არავის გაუუქმებია ჯერ დღის წესრიგიდან full body. თუ ადამიანი დადის დარბაზში იმისთვის, რომ კონდეს ტონუსი, full body ეს არის იდეალური. თუნდაც კვირაში 3-ვე დღე full body, თუ გავმიჯნოთ, ხო? მე დავდივარ იმისთვის, რომ ჩემი ბიომექანიკა იყოს გაუმჯობესებული უბრალოდ და კუნთები ეს ტონუსში მქონდეს, ამისთვის კვირაში 3-ჯერ ასე ვთქვათ, ფიზიკური აქტივობა მინიმალური დატვირთვა თითოეული ჯგუფის გუნდზე ეს სავსებით საკმარისია, მაგრამ მე თუ გადავწყვეტ იმას, რომ მე რაღაც კონკრეტული კუნთის ჯგუფებზე მინდა აქცენტი გავაკეთო, უკვე მე უნდა გაკეთდეს ეს ეგრეთ წოდებული split სისტემა, რომელსაც ნამდვილად ჭირდება მოსამზადებელი პერიოდი და ეს არის ხოლმე თქვენ წარმოვიდგინეთ და 3-დან 6 თვემდე. ეს უბრალოდ პერსონალური ტრენერი, ინსტრუქტორები იმიტომ გადაყავთ ძალიან მარე full body-დან split-ზე, რომ ისინი თან ამ პროცესს მეთვალყურეობენ. მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც დარბაზში დადის ამ full body ვარიანტში, პირველ რიგში ჯერ უნდა ისწავლოს ვარჯიშის შესრულების ტექნიკა. გააცოცხლოს მისი კუნთები. და აი, უკვე მესიჯებს რომ მიიღებს კუნთებიდან ფიზიკური აქტიურობის შემდეგ, იგრძნობს pump-საც, იგრძნობს ამ ყველაფერს. ამიტომაც კვირაში 3-ჯერ ვარჯიში ღმერთმა ყველას მისცეს ვიკენდი ოჯახთან ერთად, ამაზე დიდი პოზიტივი არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე, არაფერი არ ღირს ოჯახთან გატარებულ დროდ რა, არაფერი. და შემდეგ ასე ვთქვათ, რა ვიცი, თუ რამე დარჩა მე საკუთარი თავიც რატომაც არა, იმიტომ რომ ცალკეულად საკუთარი თავი რო ასიამოვნო რა. ანუ მართალიც არის რა. ანუ ეხა სამსახურიდან რო წამოვედი, სანამ გადმოუბარგდებოდი ფიტნესზე, მქონდა ორკვირიანი შუალედი რა და ვეცადე რომ ამეწყო ეს იდეალური კვირა. დილით რატომღაც გამოვიწერე ეს ცივი შხაპი, მე სეირნობა, კვირაში 3-ჯერ 4-ჯერ ვარჯიში როგორც მოუწევდა და იქ კვება ოჯახთან 1 საათის გატარება საღამოს და ანუ ყველაფერს ერთად რო ვაკეთებდი, რჩებოდა სულ 3 საათი. და ეხლა რო თქვი ეგ, რომ მაშინ აღარ უნდა იმუშაო რა, ანუ 3 საათში რა უნდა გააკეთო ისეთი, რომ მთელი ეს პროცესი დაგიფინანსოს და პლუს ოჯახთან იყო კარგად, ხო? ზუსტად ეგ არის, ყველაფერს ვერ მოვასწრებ, იდეალურ კვირას ვერ ჩასვავ ისე, რომ თან იმუშაო რა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. ჩემთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და ბედნიერი დღე არის ეს, რომ დავიწყე და იმედი მაქვს, რომ კიდე შევხვდებით. შენთან კომუნიკაცია სულ მექნება, რა თქმა უნდა. არა მხოლოდ აქ, არამედ ფიტნეს სკოლაშიც. როგორც ვიცი, ხოლმე მაგკითხვის ბოლოს ისა არ შემაწუხო, თორე დაგბლოკავ. არა, ხშირად არ შეგაწუხებ, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც უყურა პოდკასტს.